დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის და კოალიცია ქართულ ოცნებას შორის დაპირისპირება გრძელდება. ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები მოსახლეობაში ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. აცხადებს მეცხრე არხთან კოალიციის ადიგენის საარჩევნო შტაბის უფროსი. ავთანდილ კაჭკაჭიშვილის განმარტებით დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის წევრები ადგილობრივებში მხარდამჭერების მოპოვებას არაკანონიერად ცდილობენ და აცხადებენ, რომ ნინო ბურჯანაძე ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატია. ბურჯანაძის შტაბის წევრები დადიან ხალხში და აგიტაციას ეწევიან თითქოს ნინო ბურჯანაძე და გიორგი მარგველაშვილი შეთანხმებული არიან და არის ბატონი ბიზნეს კანდიდატები. ამით ძალიან ცრუ ინფორმაციაში აქვთ ხალხში, სადაც მე შემდეგ შევდივარ და ყველას ვეუბნები და ვარწმუნებ, რომ ეს არის ტყუილი და ბატონ ბიზნეს არ ეშინია თუ ნინო ბურჯანაძე არის მისი კანდიდატი დაასახელებდა ის მას არ შეშინებია ამ ხელა ხელისუფლების შეცვლის და არც ახლა არ შეეშინდებოდა რომ დაესახელებინა რომ ნინო არის ჩემი კანდიდატი და არ არის გიორგი მარგველაშვილი. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის სამცხე-ჯავახეთის საარჩევნო შტაბების კოორდინატორი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაციას ისევ ქართული ოცნების წარმომადგენლები ავრცელებენ. ჯიმშერ გოგოლაურის მტკიცებით კოალიციას ნინო ბურჯანაძის ძალის ეშინია, რის გამოც მხარდამჭერების მოპოვებისთვის ყველა ვარიანტს იყენებს. ეს არის სრული სიცრუე, რომ ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, ან შტაბის ხელმძღვანელი, ან მოადგილე ასეთ ინფორმაციას, ან მხარდამჭერები ასეთ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ეს კიდევ და კიდევ მიუნიშნებს იმაზე, რომ მათ ეშინიათ რეალური კანდიდატურის. მაგრამ ფაქტია, ეს ყველაფერი კარგად ჩანს. ვინ უნდა იყოს დღესდღეობით საქართველოს პრეზიდენტი? საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ის პიროვნება, რომელიც პირველ რიგში მოაგვარებს საგარეო ურთიერთობას. 20 წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში ასეთი ბინძური მეთოდები დამკვიდრდა. ასე შეაფასა სამცხე-ჯავახეთში ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირება მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის პრეზიდენტობის კანდიდატმა. სერგო ჯავახიძის თქმით, ქართულ პოლიტიკაში წინა საარჩევნო კულტურა დასახვეწია. სულიად შესაძლებელია ეს, რომ რაღაცა დაგეგმილი შავი პიარის რაღაცა ნაწილი იყოს. შესაძლებელია ბუნებრივი მოვლენა იყოს, ამაზე ახლა მე ხო დაზუსტებით ვერ ვიტყვით, მაგრამ საერთოდ პოლიტიკაში ასეთ რაღაცებს აკეთებენ ადამიანები და ერთი პარტიის წინააღმდეგ მეორე პარტია ვთქვათ რაღაც შავ პიარს აგორებს. ეს შეიძლება დაპირისპირების საგანიც გახდეს და შეიძლება არჩევნებსაც შეუფრთხას საქმე არათუ დემოკრატიულობას და არ შეიძლება ამისი გაკეთება და ყველამ უნდა ფრთხილად მოეკიდონ ამ საკითხს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღე დარჩა. ვინ გახდება ქვეყნის პირველი პირი, ამის თაობაზე პარტიებს თავიანთი მოსაზრება აქვთ. თუმცა ეს მხოლოდ 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი პოლიტიკური ძალები მხარდამჭერების მოპოვებას სხვადასხვა გზებით ცდილობენ.